მოგესალმებით, მე ვარ ბლესენის ადმინისტრატორი. Გამოიწერეთ ჩვენი არხი. დღეს მე შეგასწავლით ჩვენი უცხო სერიალის მეორე ნაწილს. შეგასწავლით როგორ დავაყენოთ favicon და 404 page. ამისათვის გვჭირდება სხვადასხვა საიტი და სკრიპტი. სკრიპტი 404 page-ისთვის მე მზად მაქვს. ჩემი ძველი სკრიპტი რომელიც მე გავაკეთე და დაიმახსოვრეთ რომ ვიდეოს აუცილებლად იქნება მოყოლებული აი სკრიპტასაც დავაყენებ. და თუ სხვა რამე ნახეთ, თქვენზე დამოკიდებული ეს დააყენოთ. შევიდეთ სამართო პანელში. შემდეგ პირველად დავაყენოთ favicon. აი როგორც ხედავთ, favicon აიყო უცოზე აიკონი არის დაყენებული. ამისათვის შევიდეთ საიტზე. იკონს პედიაცი არ გქონდა. ავიჩოთ რაიმე საიტი მაგალითად lesson. მაგალითად lessonში არის აი ეს. შემდეგ ვიუტანთ მაუსის შუაში, სადახან დავებელოთ და ამოგვიგდებს ასეთ downward icon ასე წერილი. დავაჭიროთ იმას, აი ამას. მივიტანოთ შიგნით და დავაწვეთ მაუსის მეორე კნოპკას. შემდეგ save as. და დავაგდოთ დესკტოპში. შემდეგ აი აქ ამ ადგილას, სადაც აიკონის სახელწერი აქ დავწეროთ favicon. სუსტად ესე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავიწყებ. შემდეგ აღვნიშნეთ saves. შევიდეთ file manager-ში. შემდეგ choose image, choose file, that's right. შემდეგ მივიცეთ აქ archive files ამ დავაკლიკოთ. და შემდეგ მივიცეთ saves. ანუ open. შემდეგ დავაჭიროთ relax upload file. შემდეგ როდესაც აიძულება დავაჭიროთ desktop-ის relax. როგორც ხედავთ, ჩაჯდა favicon-ის ხილაკი. აი ხა 404 page-ი. ამისათვის როგორც გითხარით, სკრიპტი გჭირდება. სკრიპტისთვის ისე ვთქვათ დოკუმენტი. აი აქვს სკრიპტი. შემდეგ ჩავკაცოთ. აქ ვიცით news, აი აქ text დოკუმენტი და აქ დავწეროთ 404. შემდეგ გავხსნათ ფაილი. აქ გადავაკოპიროთ ჩვენი ტექსტი, იმიტომ რომ ქართულად არ შეინახებს. ამიტომაც არ გამორთოთ. აი აქ ჩავაგდოთ კოდი. შემდეგ ვიცეთ files. შემდეგ ვიცეთ save as. აი აქ. Yo, listen up, here's the story about a little guy that lives in a blue world. And all day and all night and everything he sees is just blue. Like him, inside and outside. Blue his house with a blue little window and a blue Corvette. And everything is blue for him and himself and everybody around. Cause he ain't got nobody to listen to. შემდეგ დავაჭიროთ აი ამ.